მახსოვს შემითავი როცა ახალგაზრდა ვიყავი და თბილისში ვთქვათ ასე ვიღვიძებდი თბილისში სულიერად ვიღვიძებდი და ამ გაღვიძების თავარი მექანიზმი არ ვიცი როგორ თქვა იყო განცდა სიბნელის უსამართლობის და ძალადობის და ტყუილის რომელიც როგორც ოკეანე იყო ჩვენს გარშემო და სულებით არ აქვს მაშინ მნიშვნელობა იმას რა ხდება მოსკოვში და ეს რუსების ბრალია თუ ვისი ბრალია ეს იყო ჩვენი ცხოვრება ქართველების და ქართველების მიერ ნათქვამი ტყუილი ქართველებში დაარსებული სიბნელე მოძალება ადრეგვერდის სახეშურო გეუბნებიან ტყუილთან თვალსაც ახამხამდნენ გართმევენ უსამართლოდ რაღაცას გახჩობენ გუნავენ და შეთქმაც არ შეგიძლია არაფრის იმიტომ რომ ენა გარშემო ენა ბუნებრივი ენაც გახდა ოფიციალური და რაღაცნაირი რიტუალური და ენაში რაც გტკიოდა ის სიხარული იყო რაც არ აქონდა ის იმით თვითონ ვიყავი მდიდარი ენაში ყველაფერი და ამ ენაში ვერაფერ ტკივას ვერ დამოხატავდი და ვერ წეთყოდი ადამიანს რომ აი შენ ამას იპარავ ამას ართმევ საქართველოს ამას ყიდი საქართველო გაყიდული ქართველების მიერ ენას გაყიდული იყო აბა საბჭოთა ენა ქართული საბჭოთა ენა ქართული ენის გაყიდვა არ არის